გამარჯობათ, ძვირფას საზოგადოებაო. სამწუხაროდ ისევ განვლილი საკითხებს უნდა შევეხო, იმიტომ რომ ისევ და ისევ განმეორებითი კითხვები ისხდება. და შეიძლება ის დაგვაროთ ვეცდები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამომწურავად გავცე ამ კითხვას პასუხი. პირველი კითხვა არის ასეთი. ჩვენს ხელისუფლებაზე საუბარი, ხართ საქართველოს სახელმწიფოების ხელისუფლებაზე. ყველა ხელისუფალიო, ესეთი პასუხი კითხვა არის, რომ რატო აძაგებთ ამ ხელისუფლებასო? ხო ვიცით, რომ ყველა ხელისუფალი არისო ღვთისგან, ამასო უფალი გვასწავლისო რა. გეთანხმებით ბატონებო, ქალბატონებო, ვინც ბრძანდებით, ვინც ასეთ კითხვას სვამთ. ყველა ხელისუფლება არის ღვთისგან, მაგრამ არ არის ღვთის მიერ. აი კონკრეტულ შემთხვევაში ავიღოთ ჩვენი ხელისუფლება. როცა დაჭირდებათ დიდი სანთლებით ხელში დაჭერილი მართლმადიდებლურ ტაძრებში განმწირვაზე, პატრიარქთან ერთად, როცა დაჭირდებათ მე რელიგიური ნიშნით არავის არ ვასხოვავ, მაგრამ ყველა მიხვდება და გამგები გაიგებს ამაში რას გულისხმობ, როცა დაჭირდებათ მუსლიმანური დასასწაულები, როცა არის მიდიან და მეჩეთში ულოცავენ მუსლიმანურ სარწმუნოების მიმდევრ ადამიანებს, როცა დაჭირდებათ სინაგოგაში შევლენ და ხანუგას ულოცავენ. და ჩვენს ესე ვთქვათ ხელისუფლების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, როცა დაჭირდება ჩადის ისრაელში და გოდების კედელს თავს ურახუნებს. ეს არ არის სარწმუნოება. ეს არის ჩემო ძვირფასებო ეკუმენიზმი, ანუ იგივე სატანიზმი. და ეკუმენიზმი ყველას მოგვესხნება რა მიმდინარეობაც არის და რას ემსახურება. მოკლედ ვინც არ იცის, იმათ გასაგებად ვიტყვი, რომ ეკუმენიზმი ემსახურება სოფლიო გლობალიზაციას, სოფლიო მართლობას, რომელთა ინტერესებში არის სოფლიო საზღვრების გარეშე, სოფლიო ტრადიციების, ღირებულებების გარეშე, სოფლიო ფასეულობების გარეშე. და მათი საბოლოო მიზანი არის ერთი მმართველის მოყვანა, რომელიც იქნება ანტიქრისტე. სოფლიოს მმართველის მოყვანა იქნება სოფლიო არჩევნები და ირჩევენ ერთ ესე ვთქვათ მმართველს, სოფლიო მმართველს, რომელიც იქნება ანტიქრისტე. აი ამას ემსახურება ჩვენი ხელისუფლების მიდგომა სარწმუნოებასთან. ეკუმენიზმი ზოგადად ამას ნიშნავს, სატანიზმს ნიშნავს. რაც შეეხება კიდე სხვა საკითხებს ხელისუფლების თანამდებობაში, მე კიდევ გავემეორებ, არაერთხელ მithქვამს და კიდე გავემეორებ, ხოცი და ნაცი არის ერთი. ერთი მედლის ორი მხარეა, ორივე ამ ჩვენ შემთხვევაში. ერთი მედლის ორი მხარეა. ორივე ერთი სისტემის ნაკარნახებს ემსახურება. და მათი სცენარებით სამწუხაროდ მიდის ხალხის გაბითურება. მოტყუება, სხვადასხვა სცენარები, ცრუ სცენარები, ეს ყველაფერი ემსახურება ამას. რაც შეეხება ხელისუფლების მმართველობას, როგორ შეიძლება თქვა კარგი ხელისუფლებაზე, რომელმაც გაძარცვა ქვეყანა. მე მოგ ჩამონათვალე, რო არ გამორჩეს, უბრალოდ დავწერე. უმდიდრესი ქვეყანა ვარ და რაში? ხალხასმით მინდა ვთქვა ეს ყველაფერი. და უბრალოდ ხალხისთვისაც რომ ვისაც არ არის ესე ცნობილი, იმათვისაც რომ ეს ცნობილი იყოს. 1500 ნავთობის საბადო გაგვაჩნია. წელიწადში 10-დან 14 მილიონ ტონამდე ბარელი ნავთობი მუშავდებოდა საქართველოში. რა თქმა უნდა კომუნისტების დროს. დღეს 50,000 ტონა ამოდის და არც ერთი ქვეყანაში სამხმარდება, აქ არ მუშავდება, გადის ექსპორტზე. დანარჩენი გაყინულია. სადაც ნავთობია, იქ გაზია, ბუნებრივი აირი, რომელიც შიდა მოხმარებით რომ მოვიხმაროთ, ხო, ქართველები, მინიმუმ 200 წელი ეყოფა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. და აზერბაიჯანს ვემათხოვრებით და მის ფასად დავით გარეჯი მივეცით აზერებს. ყველაზე წმინდა რაც გაგვაჩნია. მაგ საკითხსაც შევეხებით ცოტა მოგვიანებით. წარმოვიდგინეთ ახლა ნავთობის სიმდიდრე რა გაგვაჩნია რა. ახლა მეორე საკითხი.
შავი მეტალურგია. იქ გვაქვს ჩვენ რუსთავის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა, რამხელა წარმოება იყო, რამხელა დაწესებულება იყო და რა შესაძლებლობები იქონდა ამ ქარხნის მუშაობას და რამდენი მუშახელი იყო ამ ქარხანაში დასაქმებული. საწვავი, ენერგეტიკა, ენერგიას ვყიდით და ჩვენ ქვეყანაში 10 მაგად და 100 მაგად გაძლიერებული ტარიფებით გვასარგებლებენ ჩვენივე ქვეყნის მონოპოლარ ენერგორესურსებს. წარმოვიდგინეთ ეს. მეხუთე საკითხი. ბიოქიმიური მრეწველობა, საკვები პროდუქტები. ეხლა მახსენდება ერთ-ერთი მეცნიერი იყო გახოკიძე, უძლიერესი მეცნიერი ადამიანი იყო. ბიოლოგიურად ჰქონდა ისეთი სითხე შემუშავებული, რაღაც ჯამბადი გაჯერებული წყალი იყო. რა ნიადაგს რომ ამ სითხით გამოყვებავდი, ნიადაგი 5ჯერ და 8ჯერ შეიძლება ითქვას მეტ მოსავარს იძლეოდა. იმდენად სასარგებლო იყო ეს ასე ვთქვათ მეცნიერული აღმოჩენა და გამოკვლევები რა. აი ეს ყველაფერი გაგვეშვა და არაერთი ასეთი სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობის დარგებში უამრავი მეცნიერული აღმოჩენები ქონდა ჩვენს ქართველ მეცნიერებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩარეცხეს, დახოცეს, შიმშილში და გაჭირვებაში მოკლეს, უპატიოდ გავის ჩვენი ბრალია ეს ქართველობა, მარტო ხელისუფლების არა, მაგრამ უბრალოდ მე ინფორმაციისთვის გაწვით ამ ყველაფერს. მეექვსე მანქანათმშენებელი ქარხნები, მოიხსენებათ გახსოვს ყველას ბათუმში, ქუთაისში, რამხელა მრეწველობა იყო ამ ხრივ და რამდენი მუშახელი იყო დასაქმებული. მეშვიდე მეღვინეობა, მევენახეობა. დღეს გლეხი წლის განმავლობაში ჩვენ კარგად ვიცით, ხო? ნუ ვისაც მეტნაკლებად შეხება გვაქვს ვენახთან, რა შრომა ჭირდება იმას, რომ ნორმალური მოსავალი მიიღოს გლეხმა. და იმასაც ჩალიფასად ღებულობს თავრობა. ერთი პიროვნების ბიძინა ივანიშვილი ძმის და მათი კლანის ხელში არის ეს ყველაფერი გადასული და გლეხები კაპიკებში აბარებენ თავიანთი წლის ნაოფლარს, სისხლის ნაოფლარ მოპოვებულ ამ მონოპოლარს და თვითონ შემდეგ მილიონებს შეუვლობენ. დასავლეთ საქართველოში ციტრუსის მეურნეობა, ჩაის პლანტაციები გვახსოვს, ხო? და მე კარგად მახსოვს, როდესაც 90-იან წლებში შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, თურქეთიდან ჩამოსული სპეციალურად დავალებული ხალხი, აი მე ვარ ამის მომსწრე, პირადად მე ვარ. ცოცხალი მაგალითი და არა მარტო მე, აი ჩაის პლანტაციებს აწვევინებდნენ ხალხს, რომ ჩაის კულტურა მომსპარიყო, იმიტომ რომ მე მონად გადასულიყო ჩვენი ქართველი ადამიანი და თურქეთთან მონად ემუშავა. და იმიტომ რომ სხვასთან დამონებული ყოფილიყავი და მონოპოლია ისევ კლანების ხელში ყოფილიყო, ივანიშვილების, სააკაშვილების და ასე შემდეგ რა. ხორბალი მოყავს გლეხს, ჩვენ ვიცით ხო, ხორბლის ქვეყანა ვართ. ენდემური ჯიშები გაგვაჩნია, სოფლიოს როგორც ღვინო, როგორც თაფლი, კი ვიცით აგერ რამოდენიმე წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს 5000 წლით დათარიღებული ქვევრი, სადაც იყო თაფლის სავსე. ანუ ეგვიპტურ თავზე 2500 წლის რო იყო ყველაზე ძველი თაფლი, იმაზე ორჯერ მეტად უძველესი თაფლი აღმოჩნდა ჩვენთან. ესე იგი, თაფლის ქვეყანა ვართ, ღვინის ქვეყანა ვართ, ხორბლის ქვეყანა ვართ, ხორბალი მივეცით სოფლიოს, ხორბალი მივეცით, ენდემური ჯიშები გაგვაჩნია. რამოდენიმე სახეობის და ქართველი გლეხი რომ ხორბალს მოიყვან, სამწუხაროდ რეალიზებას ვერ უკეთებს და სახში ულპებათ. ეს არის ამ ხელისუფლების მონოპოლარი. და რამდენი ერთი ჩამოთვალოთ ძვირფასება რო არ დაღალოთ კიდე სხვადასხვა საკითხებს მინდა შევეხო. ეკუმენიზმი ვახსენე, რომლის პირდაპირ თანამონაწილე არის დღევანდელი ხელისუფლება და მე იმ სასულიერო პირებს ვეკითხები, რომლებიც ესე გამოდებულად იცავენ, ამ თავრობას, ამ თავრობის მომხრეები არიან. ჯერ აქედან გამომდინარე, რომ ეკუმენიზმის მიმდევრები არიან და მწვალებლები არიან, როგორ შეიძლება მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა ეს თავრობა დალოცვა. კაი შეიძლება დალოცვა და უსურვო გონზე მოვიდეს, მაგრამ როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო? როგორ შეიძლება ეს?
ეს ყოველად დაუშვებელია. მე არავინ არ მძორს, ზოგიერთი რა ქვია, პირად მოწერებში მწერს, რომ რაღაცეთი სიძულველი მე არ მძორს. მე უბრალოდ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი სარწმუნოება მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს. და ის პასუხისგებლობა, რაც მაქვს მე ამ მარადიო ფასეულობის წინაშე, მე თავს ვერ მიცემ ის უფლებას, რომ აქედან გამომდინარე ხალხის მოვატყუო. მე ვარდებული ვარ, რომ სიმართლე ვილაპარაკო. იმიტომ კი არა, რომ მე მართალი ვარ, არა. სწორედაც რომ მე არა ვარ მართალი და ცოდვილი ვარ, იმიტომ ვცდილობ, რომ სწორად ვიცხოვრო და იმიტომ ვცდილობ, რომ მართალისაზე ვიარო. ეს არის ჩემი მიზანი ამ საკითხებთან მიმართებაში. ეხლა მინდა კიდე ზოგადად შევეხო იმ მოვლენას, რაც ზოგადად სოფლიოში ხდება. დავიწყებ პირველი საკითხიდან, შევეხები ამერიკის ფენომენს, ესე ვთქვათ რა. ეგრეთ წოდებულ ფენომენს, დემოკრატიის შუქურად წოდებულს. ჯერჯერობით სიტყვა დემოკრატია კი ვიცი საიდან მოდის, სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ამას წინათ აღნიშნე არისტოტელემ ჩამოაყალიბა. სამი სახელმწიფო მმართველობა, მონარქიული, არისტოკრატიული და პოლიტიკური. პოლიტიკური მმართველობის არასწორი ფორმა არის დემოკრატიული მმართველობა. და დემოკრატიის მესვეურები ვიქადაგებენ, რომ დემოკრატია არის ყველაზე სწორი მმართველობა, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. და ამ დროს რას აკეთებს ეს დემოკრატია, დემოკრატიული ამერიკა და თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების მოყვარე ამერიკა. ჩაყავს ირანის წარმომადგენელი, ხელისუფლების წარმომადგენელი მოსალაპარაკებლად და სრულად გაუფრთხილებად ესხმება თავს ირანს და ბომბავს ირანს, მაგრამ უფრო შორს წავიდა ჩემო ძვირფასებო. არ დაგვავიწყდეს არაბული რევოლუციები. ვინ მოაწყო, ვინ იყო ამ ყველაფრის თავში? ვინ დაბომბა ერაყი, ვინ მოკლა სადამ ჰუსეინი, ვითო იმის მოტივით, რომ ატომურ ბომბს ამზადებდა? ვინ მოკლა კადაფი, ვითო იმის მოტივით, რომ ისიც ასევე ატომურ ბომბს ამზადებდა? შედეგად რა მივიღეთ? შედეგად მივიღეთ ის, რომ ზუსტად პირადი ინტერესებისთვის, რესურსების ხელში ჩაგდებისთვის, ხოცეს, მოკლეს, გაანადგურეს თაობები, ბავშვები, ჩვილი ბავშვები და დაეპატრონენ როგორც ნავთობის წიაღისეულს, ასე ვთქვათ, ავღანეთში იგივე დაეპატრონენ კერძოდ ჰეროინის წიაღისეულს და მთელი მონოპოლია მათ ხელში ჩაიდეს. ეს არის ჩვენი დემოკრატიის შუქურა ამერიკა. და ამათი მხარე უნდა დავიჭიროთ. სიცრუეს ყველაფერი და სიყალბეა რა და ვინც ასე ფიქრობთ, პროამერიკელებო, ძალიან ცდებით რა. ეს არ არის სიმართლე. ეს არ არის, ეს არის სიცრუე. წარე სიცრუე არის ეს. და ნუ ვცდილობთ, რომ ადამიანები კიდე სიცრუეში ამყოფოთ. დემოკრატია კი არა და ამერიკა არის ყველაფრის თავი და თავი, ყველაფრის, რაც სოფლიოში უღმერთობა, გარყვნილება, სიბილწე ხდება, ყველაფრის თავი და თავი არის ამერიკა. ზუსტად ამერიკის ნაყოფი არის დღევანდელი მსოფლიო. ეხლა რაც შეეხება ირანს, მინდა შევეხო ირანის საკითხს. ნუ რა თქმა უნდა, მე ვერ მიჩნევი იმას, რომ ადგე პირდაპირ და სუვერენულ ქვეყანას თავს დაესხა იმის გამო, რომ შენ ის არ მოგწონს, იმის გამო, რომ ის ატომურ იარაღს აპირებს, ან უკვე აწარმოებს შეიძლება რაღაც აი ტყუილი ბრალდებებით და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში ხოცო და ჟლიტო ადამიანები, მე ამას არასდროს არ გავამართლებ. მაგრამ არსებობს ისტორიული კანონზომიერება, როგორც ითქვიან, სამართალი ორმით დადეს რა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღმერთი ყველას აძლევს დროს, ზოგს წლებს, საუკუნეებს, რომ თუ არა წინაპარი, მისი მონაგვარი, მისი მომავალი თაობა გონს მოეგო, შეინამო სწორ გზაზე დაადგეს, ღვთის სამართალი შეუცნობელია. ზეციური სასამართლო ყოველთვის მართალია და ზეციურ სასამართლოს ვერასდროს ვერ მოისყიდია, ვერასდროს ვერავი. კიდევ გამეორდები, სამართალი ორმით დადეს. რაც შეეხება ირანის საკითხს, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია, ქართული ისტორია. ბახტრიონის აჯანყება და რა იყო ამ ბახტრიონის აჯანყების მიზეზი? ის რომ სპარსელმა ჯარისკაცებმა გზაზე მიმოვალი სასულიერო პირი დაიჭერეს და გააოპატიურეს. და წავიდა შემდეგ სასულიერო პირი და ერისთავს
წყეულა შეუთვალა, ვინც ამაზე შური არ იწიოსო. წყეულიც იყოს ალბათ ბასიაჭუკი თუ გაწაკითხული ეგ ზედმიწევნით არის ეს ისტორია გადმოცემული, ეს ისტორიული ფაქტი. ეს სამწუხაროდ ირანის მართლობის, მაშინდელი სპარსეთის მართლობის შედეგია. აღა მაჰმად ხანი, ბევრს აღარ მოუყვები აღა მაჰმად ხანის პერიოდი 300,000 ქართველი გადაასახლა. გაასწორა აღმოსავლეთ საქართველოს კახეთი და ქართლის მიწასთან. და რამდენი სხვა ესეთი რო აღარ დაღალოთ ისტორიული მაგალითები. ეს ცრემლი და ეს სისხლი ყვილად არ ჩაელის. 6,000 გარეჯელი ბერი, რომელიც აღდგომის ღამეს დახოცეს, პირწმინდა ამოხოცეს. ეს ჩვენ არ გავიწყდება. ირანელებო, სპარსელებო, რა ვიცი როგორ უნდა მოგმართოთ. ეს ჩვენ არ დაგვიწყებია. მე ამით კი არა იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ამით შურისძიება გვინდა, არა. უბრალოდ, რასაც თესავ ადამიანი იმას იმკი. ზეციური სამართალი ყოველთვის მართალია. და ცხოვრებისეული კანონზომიერება არის ეს. ეს ირანის საკითხს რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება ისრაელის საკითხს. როგორ შეიძლება გავამართლოთ ის რაც მოხდა ღაზას სექტორში? რაც ჩაიდინა ისრაელმა. ისრაელის ჯარისკაცებმა გააკეთეს, ხო? ამის გამართლება როგორ შეიძლება? მარტო თითქმის 20,000-მდე უმწეო ბავშვი მოკლეს. აგერ ირანის დაბომბვის პერიოდში, ეხლა ბოლო დაბომბვის პერიოდში ერთ სკოლაში 170-მდე პატარა გოგონა ბავშვი მოკლეს. რა დააშავა იმათმა? და ეს გინდათ რომ გავამართლოთ? და ისრაელის საელჩოს უკაცრავად ისრაელის საელჩოს მინდა გავამეხმაურო მასზე პასუხი გავცე. თუ რა გინდათ რომ ხარი დაგიჭიროთ და ქართულ ხალხს მოუწოდეთ რომ არიქა ებრაელები მართლები არიან და აბა თქვენ იცით ქართველები თქვენს ვერ დითვართ. არა არ გაგამართლებთ. ჩვენი ხელისუფლება რომელიც თქვენი დასმულია ბიძინა ივან აშველის თავმადობით ისიც ხასი ებრაელია ისე რო იცოდეთ. ის ქართველი არ არის და თითქმის ხელისუფლების 90% გვარგადაკეთებული ქართველები არიან. ვითო ქართველები რომელიც საქართველოს და ქართველობას საგდენს უხთრიან. ეს ხელისუფლება შეიძლება გამოგეხმაროთ და გითხრათ რომ კიო ბატონო ჩვენო ებრაელო ძმებო თქვენ მხარეს ვართ. ქართველიერი არ გაგამართლებთ ამაში. ჩვენ როგორ დაგვიფასეთ 26 საუკუნოვანი ისტორია. ან რა გაგიკეთებიათ 26 საუკუნის მანძილზე, რომელ ომში მიგიღიათ მონაწილეობა, ერთი ისტორიული ფაქტი მახსენდება. ეხლა ზუსტად რო არ შემეშალოს, მეგონი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ხდებოდა რაღაც შემოსევა რო იყო და იქ ებრაელებმა საკუთარი თავის ტყავის გადასარჩენად ჩვენს თანამემამულეს თავადის ოჯახს დაეხმართ. ერთადერთი ეს იყო შემთხვევა. სხვა დანარჩენი საუკუნეების მანძილზე ვაჭრობდით და თქვენ ცხოვრებას იწყობდით. მეტი არაფერი არ იყო თქვენგან ჩვენს მიმართებაში. აქედან წაიღეთ ოქრო, სიმდიდრე, ყველაფერი და დღეს მილიარდები იშოვეთ საქართველოში ნაშოვნი სიმდიდრით. და დღეს ქართველობის აი ჩემი ოჯახის წევრი რო ჩამოვიდა ისრაელში. ეს არა იმიტომ გეუბნებით რომ ჩემი ოჯახის წევრს გავუკეთეთ. უბრალოდ ცოცხალ მაგალითს ვამბობ, ტყუილში რო არ ჩამეთვალოს, რომ რაღაც აპრებს არ ყვები, იმიტომ მოიყვანა ჩემი ოჯახის წევრი. ძაღლებით მოვეკეცით, რაღაც ბუნკერში შეაგდეთ ერთი დღე და ღამე. საჭველის ნორმალურად არ მეცით და ისე გამოვაგდეთ უკან. არც მოგეკითხიათ ვინ იყო. და ასე ექცევით თითქმის 80%-ს ჩამოსულს. თქვენ აქან სულ თავისუფლად შემოდიხართ საქართველოში. როგორც გინდათ ისე ცხოვროთ. ამის უფლება მოგცა ჩვენმა წინაპრებმა და გაძლევთ ჩვენც. მაგრამ თქვენ ამით ყოველთვის ბოროტას არ გებროთ. და ეხლა რა გინდათ რომ გაგამართლოთ ყველობაში? დღეს ირანია, ხვალე შეიძლება საქართველოს დარჩეს. ისევ თქვენი მონდომებით იქნება. ეს არ არის გამორიცხული. არ გაგამართლებთ არასდროს. მე ბოდიში ვუხდი იმ ღირსეულ ებრაელებს და იმ ღირსეულ ებრაელ ხალხს, ვინც ღირსეულად ცხოვრობს. და ვისაც ეხება მე იმასთან მოხს ამ საკითხზე საუბარი და იმათთან მიმართებაში ვლაპარაკობ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ჩვენ სირულებ ქართველებო ყველა ვინც ყავს მეზობელი, ყველა არის ჩვენი მტერი. და რატო არის ჩვენი მტერი? იმიტომ რომ ყველა ჩვენი მიწები აქვს მითვისებული
და ყველა ჩვენ გვითხრის ძირს. ეს რეალობა. ავიღოთ სომხეთი, რომელსაც ლორეტაში აქვს წაღებული, რომელსაც პრეტენზიები აქვს ჩვენს მიმართ. აფხაზეთში ბაგდანიანის ბატალიონი გვახსოვს, რაც გააკეთა ქართველების თავებით ფეხბურთი რო ითამაშეს, ეს არ დაგვიწყებია. მიუხედავად ამისა, მაინც გაპატიეთ და მაინც ვცდილობთ, რომ სიყვარულით ვიყოთ თქვენს მიმართ, მაგრამ თქვენ კიდევ ამით ბოროტად სარგებლობთ. ავიღოთ აზერბაიჯანელი. დავით გარეჯი წაგვართვეს და არ შემიძლია არ გავიხსენო ის ვაჟკაცი კაცი, გიორგი ეჩუკაიძე, რომელმაც სიცოცხლის ფასად გაიბრძოლა მაგ შემთხვევაში და დღეს შესაბამისად არ არის ის ადამიანი დაფასებული, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. ღირსეული ქართველების გვერდით და ყოველთვის პატივს ვცემ ჩვენ მაგ პიროვნებას. გიორგი, შენს გვერდით ვარ, ჩვენ მოძმაო. კი იცი, მაშინაც ჩვენ გვერდით ვიყავით. იმის შემდეგ მთელი წლები ძმებთან ერთად, ქართველებთან ერთად ჩვენ გვერდით ვიყავით და დღესაც ჩვენ გვერდით ვართ. და არასდროს არ შევეგუებით ჩვენ დავით გარეჯის ტერიტორიის მითვისებას აზერბაიჯანელებისგან. და რო კითხო მოძმეერი არიან და აქეთ დირექტივებს გვაძლევენ. და კი ვიცით დანარჩენი რა ხდება. წმინდა კირიონ საძაგლიშვილმა ერთ გავიხსენე მე წინა ჩანაწერშიც ვხვიეს და ეხლა წმინდა გავიხსენე. ესეთი რაღაც აღნიშნა სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე, სანამ მოკლავდნენ მას მონასტერში. თქვენო ქართველებო საკვირაო ქადაგებაზე აღნიშნა. თქვენო ქართველებო როგონიათო რომ სომხები არიანო ჩვენი ისტორიული მტრებიო, ეს ფაქტი არგუმენტირებული. სხვათა შორის ერთ-ერთი რომ აღარ მახსოვს რომელი წლის კალენდარი იყო, საეკლესიო კაც იყო ეს ხაჟღერებული იმ კალენდარშიც. 90-იანი წლების იყო თუ არ ვცდები რა. თქვენ ქართველებო ციტირებ წმინდა კირიონის სიტყვებს. თქვენ ქართველებო როგონიათო რომ სომხები არიანო ყველაზე დიდი მტრებიო. არც თლად მასე არ არისო რა. ყველაზე დიდი მტრებიო არიან იუდეველებიო. იუდეველზე დიდი მტერი ქართველებს არ ყოლია. აი ციტირებ წმინდა კირიონ პატრიარქის სიტყვებს. სწორედ ამის შემდეგ, არც დიდი ხნის შემდეგ, გასული დროისა წმინდა კირიონ კათალიკოსი მოკლეს. აი ეს არის წარე რეალობა. ეხლა მოდგებით და ბევრჯერ მომდგარხართ და გვემუქრებით. ვითო საქართველოს მოყვარულო ებრაელებო ყველას არ ვეხები მე. ის მიხვდება ვისაც ეხება ეს სიტყვები. და გვემუქრებით, მოკოლით, სადაც მიწვდებით, იქ გაგისწორდებით. თქვენს ოჯახებს გავანადგურეთ, მობრძანდით, პირისპირ შევხვდით, რამდენჯერ დაგიძახეთ. მაგრამ თქვენ თავარი გავიწყდებათ. ეშმაკთან ხარ წინაყარი და ეშმაკმა არ იცის ერთგულება. თქვენი მუქარით არა, თქვენი მუქარი ჩვენ ვერ შევაშინეთ. არავის არ ეშინია თქვენი მუქარის. დაბიო და დამონებულებს კი ეშინია, მაგრამ ჩვენ ვერ შევაშინეთ. ჩვენ ერთადერთი ღმერთის შიში გვაქვს. იცოდეთ ეს და დაიმახსოვრეთ. და იცი რისი შიში გვაქვს? იმათი, ვისაც ხორცთან ერთად სულის მოკლა შეუძლია. და სულს როდის მოვკლავთ, იცი, როცა სიმართლეს ზოგს შევაქცევთ და სიმართლეს არ ვითვლით. როცა სიმართლისთვის არ ვიბრძოლებთ, მაშინ მოვკლავთ ჩვენ სულს. თქვენ იცით რა შეგიძლიათ ერთადერთი? ხორციელად მოკლა ჩვენ მოგტინება. როგორც მოკალით ილია, როგორც მოკალით გურამ შარაძე, ღირსეული ქართველები, ილიას გზის გამგრძელებელი და რამდენი ესეთი. სხვათა შორის ილიაცა მოკალით როჩილდების გაზეთმა დამცინავი წერილი გამოაქვეყნა ამერიკაში ერთ-ერთ მათ გაზეთში. როგორ აქელიკებდით ილია მართავს, ესეც არ დაგვიწყებია. თქვენი წინაპრები იყვნენ ესენი, სიონისტებო. და მათის თავმოყრები ხართ თქვენ. და ვერ შეგვაშინეთ ჩვენ დიდი ხორციელად მოკლათ. ამით კი არ მოკლათ, მარადიულად გაგვაცოცხლეთ. ასე მოკალით ილია, ასე მოკალით კიდევ ერთხელ გურამ შარაძე და ბევრი ღირსეული ადამიანები და კლავთ მთელ სოფლიოს მანძილზე. ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც ტრადიციები უყვარს, იმიტომ რომ თქვენ არ გაინტერესებთ ტრადიციები. თქვენი ერთადერთი მიზანი არის ანტიქრისტე, თქვენი მოშიახე გაამეფოთ და რა იქნება? 7 წელი იქნება მისი მეფობა. მაქს 7 წლის თავზე აღარ თქვენი მოშიახე იქნება და აღარ თქვენი სახსენებელი. ეს იქნება თქვენი ფინალი, თქვენი ბრძოლის. გონს მოეგეთ რა, მე ამას სიძულვილი არ მალაპარაკეს. გონს მოეგეთ ებრაელო ძმებო,
დებო, დედებო, მამებო, ვისაც გეხებათ ის საუბარი, რასაც ახლა აქ ვსაუბრობ. გონს მოიგებ, ჯობია. შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლეთ თქვენ. დღეს მკვლელების სიაში, დღეს მკვლელობა პირდაპირ ქუჩაში და ისე აღარ ხდება, წამლავთ დღეს. როგორც მოწამლეთ ლევან ვასაძე, როგორც მოწამლეთ მადლობა ღმერთს თვისყალობით ლევან ვასაძე ცოცხალი არის. როგორც მოწამლეთ ლევან პირველი და ვეღარ გადაიტანა, ვეღარ გაუძდო. მისი დამოუკდა მანაც ვიყვა, ზედ. ღვიძლი გადაინერგა, მაგრამ მაინც არ უშველა. როგორც მოწამლეთ ლევან ჩაჩუა, ღირსეული ქართველი. დღეს ესეთი ბრძოლის მეთოდები გაქვთ არჩეული, იმიტომ რომ პირდაპირ სიკვდილი უკვე აღარ აწყობს თქვენს ესე ვთქვათ გეგმებს დასახულ მიზნებს. ესე ზაკრულად, მოხთლულად ზურგში დანის ჩაცებით კლავთ ღირსეულ ადამიანებს. მასე შეგიძლიათ ჩვენი მოკლა, მაგრამ პირისპირ შეხვედრა ჩვენთან და საუბარი არ შეგიძლიათ. იმიტომ რომ სათქმელი არაფერი არ გაქვთ. იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ბოროტებას ემსახურებით და თქვენ თვითონაც კარგად იცით რომ ბოროტებას ემსახურებით. და დაფიქრდით, ჯობია, გონს მოეგეთ. გონს მოეგოთ სანამ გვიანი არ არის. ბოლო ამბოს უთქვავდი აქვს ადამიანს. შანსი იმისა, რომ სწორ გზაზე დადგეს და სული გადაირჩინოს. რაც შეეხება ზოგიერთის გამოძახის, მე მინდა ისიც გავაჟღერო და პასუხი გავცე. მე არავინ არ წურს. მე სიძულვილი არ მალაპარაკებს. ამას მხოლოდ ადამიანური ტკივილი მალაპარაკებს. ყველა ღვთისშვილები ვართ, ყველა გაჩენილი ღვთისშვილები ვართ, ღვთის ხატება ვართ ყველა. და მინდა რომ ყველა ღვთის გზაზე დადგეთ. მე რა შემეხება, იმას მე თვითონ ვითმენ და ვარდებული ვარ მოვითმინო, მაგრამ რაც ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემს სარწმუნოებას შეეხება, ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს შეეხება, იქ არ მაქვს უფლება მდუმარეთ ვიყო. თუ კი მდუმარეთ იქნები, მე მოღალატე ვარ უკვე მარადელი ფასოლობის წინაშე. ჩემი ერი, ჩემი ღმერთის, ჩემი სარწმუნოების წინაშე მოღალატე ვარ. ეს ტკივილი მალაპარაკეს მე და არა სიძულვილი. თქვენთვის რო ცნობილი იყოს ინფორმაციისთვის. მადლობა და ბოდიში. ცოტა ისეთი გამოსვლა გამომევიდა, მაგრამ კიდევ და კიდევ ჩემო ძვირფასებო, ამას სიყვარული მალაპარაკებს და მოდით ერთად მოვიგოთ გონს. გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია, სანამ გვიანი არ არის. ჩვენი მფარველი ერთადერთი უფალი დედა ღვთისმშობელია. ისინი არიან ჩვენი მფარველები, ჩვენი დამხმარეები, ჩვენი გადამრჩენელები. ჩავებღაუჭოთ ამ სიდიადეს, ჩავებღაუჭოთ ამ არადიურ ღირებულებას და ერთად ქრისტეში ერთობით გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და ვიცხოვროთ ესე სიძლიერეში. ეს ხო ყველაფერი მაინც ღვთისმოფელია, ხო წარმოვალია ეს ყველაფერი. ამოვება და ყოველივე ამაუარს ეკლესიას და გვასწავლის. და ნუ გამოვეკიდებით ამ წუთიერ ცხოველისეულ ნებებს და ცხოველისეულ ცხოვრების წესებს. მარადიურ სიცოცხლეზე ვიფიქროთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყურადღებისთვის, შემინდეთ ემოციებისთვის, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. გაიხარეთ, კარგად გრძანდებოდეთ.